მოკლედ 4 შაბათს ვიყავი ბურიში რა, ვათარგეთებდი ამ ბაისაიდს. და ვიყავით ამ დღეური ყურადღების ჩამოსვლები. ახალი აკეთებულია სიმო, ცხელი იყო მაშინ. საათიანზე რა ხდებოდა რა? ნუ, ბაი მოდელში ვართ. ეს ბერიში მოძრაობა დაადის რესპექტა. ხო, და 4 შაბათს რა ხდებოდა 4 შაბათს რა? რითრისმენტ ჰქონდა ეგრევე. ბაზია ლონდონი, რითრისმენტ იყო სულ. ჩამოვით ამ daily order-ში და ჰქონდა displacement-ის ზევით რა. ესაც 90 displacement-ია და ეს order block-ი ეს 4 საათიანი order block-ი გაიგეთ. და ნუ აქ ველოდებოდი ჩამოსვლა, აქედან უკვე რო წასულიყო ზევით რა, ბაისაიდი რო აიყო. ბაისაიდი რო აიყო, მე გადავედოთ 15 წუთიანზე უცებ. რა ხდება აქ რა? არ ვახშო ჩამოვიდა. წამოვიცე ის შევხედოთ. აქ ესეთი იყო მგონი. ხო, ესეთი იყო აქ. წამოვიდა ზევით. 90-მა ეს low-hanging fruit target-ები აიყო. Low-hanging fruit target-ები noise. ხო, ეს target-ები აიყო. ეს თავი კაი low resistance liquidity იყო. აქ ნიუსი ქონდა 4 შაბათს 80-ზე საწოვიდა. 8-15-ზე ქონდა ნიუსი ერთი. NFP იყო ADP თუ რაღაც და PMI იყო 10 საათზე რა. და ამ საათამდე, ანუ 10 საათს ველოდებოდი, როდის ექნებოდა манипуляცია რა. ასე რომ манипуляცია არ ქონია, retracement-ი იყო 4 საათიაში და საიდანაც ეს რეაქცია ქონდა რა, ეს displacement-ი 1 წუთიანზე იყო, უკვე 15 წუთიანი gap-დან რა, 4 საათიან order block-ში იყო 15 წუთიან FG-ში. და აქედან ქონდა displacement 1 წუთიანზე რა, სადაც გავშლონგე. ჩავდა უცებ execution mark-ები. შევდივართ 1 წუთიანზე. ნუ ეხლა აქ ამ trade-ში რა იყო? არც თუ ისე სასიამოვნო რა. ბიჭო. ხოცნი სარი. ესა. ხო. აქ რა იყო? ცუდი რა. ეს გასაგებია 90 და მე ეს displacement-ი და ეს distribution. ეს უკვე redistribution რა. ანუ ეს დიდი bearish სამთელი რა 15 წუთიანი gap-დან დადის რესპექტა. აი ეს აიყო, ამებზე S&P ქონდა, და ამებზეც S&P ქონდა, ES-ი ქონდა, აი ES-ის ლოუები აღებული ქონდა რა. EQ-ს აღარ სჭირდებოდა მაგ ლოუების აღება, თუ ფაზი ფულიში იყო ძლიერად რავიდა. ეს ძლიერი bearish მოძრაობა დაადის რესპექტა, ამას 15 წუთიანი gap-ში ჩამოვიდეს, უკვე აი PMI-ის ნიუსის candle სამთელი რა. და ეგ დაადის რესპექტა, აი იყო მაგის აი და ჩამოვიდა მე კიდე ერთხელ, მაგრამ ეხლა ენტრიაზე გავუკეთე ამ inversion-ზე რა. ეს სტოპი მიყენა იმის 50%-ზე ამ ვიქის, ნუ ვიდეოში ჩანს ყველაფერი. მოკლედ, partially არ მეღია. იმიტომ რომ ძალიან ცუდი სტოპი მეყენა და მერჩინა ეგრევე break-even-ზე გადავსულიყავი და full take profit-ი ამეყო, მაგრამ it's okay. ხო და მე რა უნდა მეთქვა კიდე. ამეთქვა და აქ რა არ მომეწონა, ეს დაბლა მოდიოდა, EQ მაღლა მიდიოდა, ეგ არ მომეწონა ერთი რა. ნერე ეს ამაგამას სტოპა. იდეაში აქ დავაყენე სტოპი და აქ გამომიყვანა. საბუთ trading views, ჩემგან დიდი რესპექტი. ხო და ბაიც ან იდეაში სწორი ვიყავი, ან ცუდი არა, პროსტა
ანუ აქ რავი შეცდომა ალბათ ადრე შევედი რა. უნდა შესულიყავ რაღაც აქ ადგილებში, მაგრამ აქ რო შესულიყავ, მაინც გამოსტოპებდა და ვაფშე წავაგივდი, ანუ ბრეიქ-ივენს არ გამოვიდოდი და ამ დროს არ დაველოდებოდი რა ყველაფერი გაკეთებული ქონდა რა SMT, დაბლა SMT, მანიპულაციები ES გაკეთებული იყო და შესაბამისად აღარ სჭირდებოდა NQ-ს აქ ჩამოსვლა რა. და აქ იყო რაღაც ნიუსი, რომელიც არ იყო წინასწარ ვერ გათვლედი ამას და ამა გამოსტოპა. რაღაც random ნიუსი იყო თუ კრიპტოზე თუ რაღაც. ის სპოროვის ალაპარაკო დიდ არაფერი რა აქ რა ბევრი შეცდომა იყო რომ სტოპი მიყენა ცუდად. იდეაში აი ჯობდა და დამეყენებინათ, იმიტომ რომ აქ ოფლიანობა აღარ მომწევდა და მაგის პლუს შეიძლება საერთოდ არ მომწევდა, მაგრამ რავი, კაი დღე იყო აქ სანჯიმას გახსნასი. სიოსუესა. იმედია გამოსულები გიო.